Გამარჯობა, მე ვარ მარიამ ნოზოძე, აქტივისტი, პროფესიით მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის სემიოტიკოსი და ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელსაც ქვია შენი სიტყვა. პროექტი შენი სიტყვა არის სოციალ მედია პლატფორმა, რომელზეც ჩვენ აქტივისტები ვეკითხებით პოლიტიკოსებს მათი დღის წესრიგის შესახებ და მათი სამომავლო გეგმების შესახებ გარკვეულ შეკითხვებს, რაც ხალხში ჩნდება და რაზეც გვინდა რომ პოლიტიკოსებმა ისაუბრონ. ეს ეხება ჩვენ შემთხვევაში ოპოზიციაში მყოფ პარტიებს, მათ შორის იმ 4 ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც არჩევნების შემთხვევაში ბარიერი გადალახა და სხვა პოლიტიკურ ფლანგსაც, ვინც ამ შემთხვევაში გაყალბებულ არჩევნების გაყალბების მიუხედავად არ მოხვდა პარლამენტში. მიზეზი რის გამოც ეს პროექტი გაჩნდა არის ის, რომ აქტივისტები, ვისაც გვაქვს სოციალური პლატფორმები და თქვა სხვადასხვა არხებზე თვალს ვადევნებთან ყავს ბევრი ფოლოვერი და ასე შემდეგ, მივხვდით, რომ ხალხში არის ძალიან დიდი უნდობლობა ოპოზიციურ პარტიების წევრების მიმართ და რაც თავარი არ ჩანს მათი დღის წესრიგი. ანუ არ ჩანს ვინ, რომელი კონკრეტული პირები რაზე მუშაობენ. მას შესაძაც ოპოზიციურ პარტიებში და თუნდაც აი იმ ოცეულში, რომელიც პარლამენტში მოხდებოდა ქართულ ოცნებას ვარ გაეყალბებინ არჩევნები, არიან ადამიანები, რომლებიც არიან დარგობრივი პოლიტიკოსები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და ისინი აპირებენ, რომ გარკვეული რეფორმები ითავონ, განახორციელონ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს მასალა და ხალხთან იყოს არტიკულირებული და გაცხადებული, ვინ რას აკეთებს პარტიაში, რისთვის აკეთებს, რა იყო მათი мотиваცია, რატომ მოვიდნენ ამ პარტიამდე, კონკრეტულად ამ პარტიაში როგორ მოხვდნენ და რა მიზნები აქვს და რა გეგმები. იმიტომ რომ მათი საქმიანობა არის ყოველდღიური და ხშირად ეს ან არ ჩანს, ან არ გვესმის, ან ხალხამდე ვერ აღწევს. ჩვენ გვინდა რომ აი ამაზე იყოს სახალხო ლაპარაკი და ხალხის კითხვები რაც არის, ანუ გულწრფელად მოსახლეობას რა კითხვებიც უჩნდება, ამ კითხვებს უპასუხონ პოლიტიკოსებმა, ასევე გულწრფელად და ძალიან ცხადად.